ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მძიმედ დაშავდა კიდევ 2 მოქალაქე. აჭარა ტაიმსის ინფორმაციით დაღუპულებს შორის 1 ბავშვია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. გორში კაცმა ცოლი დაჭრა, შემთხვევა კვერნაქის დასახლებაში წუხელ მოხდა. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის ციცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც. ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ბალისტიკური რაკეტა ესროლეს სამხრეთ ისრაელში სიდიდით მესამე სოროკას სამედიცინო კომპლექსს. დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ისრაელმა ირანის არაკის ბირთვულ რეაქტორზე თავდასხმა განახორციელა. თეირანიდან დაახლოებით 250 კილომეტრის დაშორებით მყოფ ობიექტზე 2 ჭურვი ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე ჩამოვარდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით გასულ ღამეს ირანის ტერიტორიაზე ათობით სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ვაშინგტონის მხრიდან ირანზე შეტევისთვის ემზადებიან. ბლუმბერგის წყაროების ცნობით შეტევა შესაძლოა ამ შაბათ-კვირასაც განხორციელდეს. ისრაელში საქართველოს საელჩოს მიმდებარედ ჭურვი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად საელჩო ავრცელებს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, არ დაზიანებულა არც საელჩოს შენობა.